მიჩივლეთ კარგი. მე მიყვარს JK Rowling-ი. მიყვარს ქალი, რომელსაც აქვს საღი აზრი და მზადაა ყველაფერი სასტორზე დადოს და ქალი, რომელმაც მილიარდები გამოიმუშავა თავისი წარმოუდგენელი ისტორიებით, მაგრამ გარდა ამისა, იმ ფაქტისა, რომ ის ყოველდღე იბრძვის ქალების უფლებებისთვის და ებრძვის იმ სიგიჟეს, რაც ინტერნეტში ნორმად იქცა, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ვიცი რომ ეს საკამათოა, რადგან ზოგს ის შეუწყნარებელი ჰგონია, მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, უბრალოდ სულელია და მისი ბოლო ნაბიჯი უბრალოდ სრულყოფილებაა. და თქვენც დამეთანხმებით. მოგესალმებით pushback-ში, მე ვარ ირგა, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, ძალიან მალე ძალიან საინტერესო განცხადება გვექნება. თქვენ ხართ მოძრაობის ნაწილი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს და უნდა ვთქვა JK ჩემი ერთ-ერთი გოგოა. და შენი აზრი საშინლად უშნოა. კომენტარებში ახლა ფასინგი, pick-me trans-ების მთელი გროვა მწერს, რომ მე საზოგადოებას ვაფუჭებ, რადგან საკუთარი თავი ვარ. მძულს ეს ვიდეო. მოიცადეთ, სანამ ნახავთ JK Rowling-ის პასუხს ამ აბსოლუტურ გადარეულს, რომელიც ინტერნეტში ყვირის და ღრიალებს. მოგიყვები, რომ ძალიან პრივილეგირებული ხარ თუ სხვები შენ სასურველს სქესად აღგიქვამენ. ჩვენ ყველა არ გვინდა ვიცხოვროთ საზოგადოების მოლოდინებით, გენდერული ნორმები და სილამაზის სტანდარტები. სხვათა შორის, სილამაზე მხოლოდ გარეგნობაში არ არის. ეს აზრზეცაა დამოკიდებული და შენი აზრი საშინლად უშნოა. იქ უამრავი პასინგი, ხურადღების მომპოვებელი ტრანსი მყავს. წავედით ხალხო. შეხედეთ პირსინგებს, შეხედეთ თმას, შეხედეთ ცხვირის რგოლს, შეხედეთ. არ მინდა. რა ხდება? რა ხდება აქ? ეს არის საზიზღარი გულისამრევი ვიდეო ვიღაცის, ვინც მართლა ფიქრობს, რომ იცის რას ნიშნავს უშნო. შეიძლება მართლა იციან. იქნებ უნდა ეჭვი მათ სასარგებლოდ გადავწყვიტოთ. შეიძლება ამ ადამიანს მართლა ესმის, როგორები არიან უშნო ადამიანები, რადგან ისინი პირდაპირ მნიშვნელობით არიან ამის განსაზღვრება და მიუხედავად იმისა, რომ არ მაინტერესებს ვინმეს გარეგნობაზე საუბარი, როცა ამას უყურებ, მხოლოდ ფსიქიკურად არაჯანსაღს ხედავ. და JK Rowling-მა ეს ვიდეო გააზიარა და დიდი სკანდალი მოხდა, როგორც ახლა ნახავთ. ბოდიში, მაგრამ თუ არ ფიქრობთ, რომ აქ რაღაცა ფსიქიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, თქვენ უბრალოდ თვალებს ხუჭავთ რეალობაზე. მოდით გადავხედოთ JK Rowling-ის tweets, რომელსაც ამ ვიდეოს გადაღების მომენტისთვის 3.4 მილიონი ნახვა აქვს. ის მართლაც საოცარი გამანადგურებელი პასუხია და წაკითხვა ღირს. JK Rowling-ი ამბობს, თუ არ ფიქრობ, რომ ის ქალია, ტრანსფობი ხარ. როცა მან განაცხადა, რომ ქალია, ის ქალად გადაიქცა. ახლა მას ქალების გასახდელებში, ტუალეტებში, საავადმყოფოს პალატებში, ციხის კამერებში და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრებში უნდა ჰქონდეს ადგილი. როცა ტრანსგენდერული არგუმენტები ძალიან მარტივი და ზედაპირული მიდგომიდან გამოიტანე, მაგალითად, რომ უბრალოდ ყველა ადამიანს კარგად უნდა მოვექცეთ და რეალურად შეხედავ, როგორია ეს პრაქტიკაში, აი ესე გამოიყურება და სწორედ ამას აკეთებს ის. თუ არ ფიქრობ, რომ ის ქალია, შენ ტრანსფობი ხარ, ანუ ვინც იმ ვიდეოს უყურებს, ყველა მიცის, რომ ის ქალი არ არის, როცა მან განაცხადა, ქალია, მაშინვე ქალად გადაიქცა. არა, ეს ასე არ მუშაობს. ეხლა მას ქალების გასახდელებში, ტუალეტებში, საავადმყოფოს პალატებში, ციხებში, ციხის საკნებში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრში უნდა ჰქონდეს ადგილი. ხედავ, მთელი ეს ტრანსმოძრაობა ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ეს ადამიანები სრულიად ნორმალურები არიან და ჩვენნაირები არიან და ზოგი მათგანი შეიძლება მართლაც ასეთია. ზოგი მათგანი შეიძლება მართლაც ასეთია, მაგრამ უმეტესობა მათგანი აშკარად განსხვავებულია. ფსიქიკურად არაჯანსაღია, თავს უხერხულად გრძნობს და ასე გამოიყურება კიდეც. თუ უფრო შორს სწავლობთ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი მტაცებლები და მართლაც საშიში ადამიანები არიან. არა ყველა, მაგრამ ზოგიერთი მაინც და სწორედ ასეთების შეშვებას ცდილობენ ქალების ტუალეტებში. როცა ამ ვიდეოს უყურებ, ფიქრობ დიახ, რა თქმა უნდა, არ მინდა რომ ქალების ტუალეტში შევიდე და ეს დავინახო. ეს სრულიად განსხვავებულია. ეს სრულიად განსხვავდება იმისგან, რომ იყო საშინელი ტრანსფობი ადამიანი, მაგრამ როცა რეალურად ხედავ, რაზე ვსაუბრობ აქ და არა მედიის სულელურ რიტორიკას, ყველაფერი ბევრად უფრო გასაგები ხდება. თუ ცდილობ გაარჩიო ის და ტრანს ქალი, რომელიც უფრო მეტად გავს ქალს, შენ პატრიარქაულ სილამაზის ნორმებს ავრცელებ. აი ესე. თუ აღიარებ, რომ ამ ვიდეოში აგრესიულ და შესაძლოა არასტაბილურ კაცს ხედავ, არასტაბილური ძალიან რბილი სიტყვაა. შენ ამბობ, რომ ყველა ტრანს ადამიანი ფსიქიკურად ავადმყოფი მტაცებელია. სწორია. აი ესე გათხოვებს მედია. თუ ცდილობ გაარჩიო კაცი და ტრანს ქალი, რომელიც უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ქალად, პატრიარქალურ სილამაზის ნორმებს ავრცელებ. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში ყველაფერი უბრალოდ მშვენიერი იყო, ეს ყველასთვის ნათელია. თუ აღიარებ, რომ ამ ვიდეოში აგრესიულ და შესაძლოა არასტაბილურ კაცს ხედავ, შენ ამბობ, რომ ყველა ტრანს ადამიანი ფსიქიკურად ავადმყოფი მტაცებელია. ეს არგუმენტები გამოიყენება მის წინააღმდეგ, საოცარია, ის ძალიან ჭკვიანია. თუ უარს ეტყვი მის დაშვებაზე მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ სივრცეებში, მის არსებობის უფლებას ართმევ. თუ შესთავაზებ, რომ მამაკაცებისთვის განკუთვნილი სივრცეებით ისარგებლოს, შენ ფარულად გინდა, რომ მასზე იძალადონ. თუ უარს იტყვი მას ქალად მიმართო, შეუნდობელი სისასტიკისთვის ხარ დამნაშავე. თუ ქალი ხარ და არ გინდა მასთან ერთად გასახდელი გააზიარო, ან თუ კაცი ხარ და არ გინდა რომ შენი ქალიშვილი და ან დედა მის სიახლოვეს გაიხადონ, მაშინ უკიდურეს მემარჯვენეებად მიგიჩნევენ.
დიახ, თქვენ უკიდურესად მემარჯვენე შეუწყნარებლებო, თქვენ საშინელო ადამიანებო, ვინც ამ ყველაფერში რაღაც არასწორს, არაჯანსაღს და პრობლემას ხედავთ და არ გჯერათ, რომ თქვენი საზოგადოება ამას უნდა უჭერდეს მხარს. მით უმეტეს, როცა საქმე ქალების საფრთხეში ჩაგდებას ეხება, მით უმეტეს, როცა ყველა ტუალეტის გადაკეთებაა საჭირო ასეთი არაჯანსაღი პრაქტიკისთვის. რამდენად შეშლილია საზოგადოება, როცა მზადა ისევ და ისევ ადგილი მოუძებნოს ასეთ საშინელ რაღაცებს საკუთარ საზოგადოებაში. თუ მიუთითებ, რომ არ არსებობს ობიექტური განსხვავება მის მტკიცებას, რომ ქალია და სხვა ბიოლოგიური მამაკაცის ტრანსიდენტობის პრეტენზიას შორის, შენ ძალიან სულელი ხარ, რომ ვერ გაიგო წრიული არგუმენტები, რომლებიც ხსნის, რატომ არ არის ის ნამდვილად ტრანსი, მაშინ როცა სხვა კაცები, რომლებიც ამბობენ, რომ ქალები არიან, ნამდვილად ტრანსები არიან. თუ მართალი ხარ, უნდა ამტკიცო, რომ ამ კაცის თვითგამოცხადებული იდენტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალების უსაფრთხოება და უფლებები. რომ იყო ღვთისმოსავი, უნდა დაეთანხმო, რომ ის ეთივე ლეგიტიმურია, როგორც ნებისმიერი სხვა ტრანსქალი, რადგან ადამიანები ის არიან, ვინც თავად ამბობენ, რომ არიან. არ აქვს მნიშვნელობა, რას გეუბნება შენი თვალები, ყურები და საღი აზრი, თუ არ გინდა, რომ ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდე, უნდა ითამაშო თითქოს გჯერა, რომ ეს გაბრაზებული, შემაშინებელი კაცი სინამდვილეში დაუცველი, დაჩაგრული ქალია. და სწორედ ამიტომ არ შეპყრობილი და მიყვარს JK Rowling-ი, რადგან ყველაფერი, რასაც ის ამბობს, გულში მხვდება. ის მართლაც შესანიშნავია. ანუ გეუბნებით, ჩემთვის ყველაზე დიდი მიზანი ცხოვრებაში თუ ოდესმე შევხვდებოდი ამ ქალს, თუ ოდესმე შევხვდებოდი JK Rowling-ს, ან თუნდაც უბრალოდ მისი რეტვიტი მიმეღო. ჩემი ცხოვრება სრულყოფილი არ იქნებოდა, მაგრამ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა. ანუ მე ვარ, მე მიყვარს. უბრალოდ მიყვარს, უბრალოდ მიყვარს ის. მაგრამ შეხედეთ, როგორი ჭკვიანია და როგორ ამბობს რაღაცებს. თუ ფიქრობთ, რომ სიტყვის თავისუფლება თქვენთვისაა, მაგრამ არა თქვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, თქვენ არ ხართ ლიბერალი. თუ არც ერთი საწინააღმდეგო მტკიცებულება არ შეუძლია შეცვალოს თქვენი რწმენა, თქვენ ფუნდამენტალისტი ხართ. თუ ფიქრობთ, რომ სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ისინი, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვს, თქვენ ტოტალიტარი ხართ. და თუ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური ოპონენტები უნდა დაისაჯონ ძალადობით ან სიკვდილით, თქვენ ტერორისტი ხართ. ეს შემამდე მოვიდა, კარგი? ის მართალია. აქ ყველაფერს წერს. და ეს ძალიან მომწონს. ის ღიად საუბრობს, ის ქალთა სპორტის მხარდამჭერია, ხომ ასეა? ისინი, ვინც ამბობს, რომ არავინ უნდა გამორიცხოთ სპორტიდან, რეალურად იმას აკეთებენ, რომ ქალები და გოგონები მუდმივად გამორიცხულები არიან, მას შემდეგ რაც მამაკაცი სპორტსმენებისგან დაშავდებიან. თქვენ არ გაქვთ თანაგრძნობა იმ ქალების მიმართ, რომლებიც თვითონ გამორიცხავენ თავს, რადგან არ სურთ მამაკაცებთან შეჯიბრება ან გასახდელის გაზიარება. ამის ნაცვლად მათ შეუწყნარებლებს ეძახიან. თქვენ ამბობთ, რომ მამაკაცები გულწრფელად აიდენტიფიცირებენ თავს ქალებად, მაგრამ ეს ორი მამაკაცი გულწრფელი არ არის. თუ თქვათ, რომ მამაკაცი იყო ქალი და გოგონა, მაშინ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასეა. როგორ ვამოწმებთ გულწრფელობას? რა მოხდება თუ გულწრფელობის ჟიური გაიყოფა? ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხები. რაზე საუბრობს ის აქ? ეს მასიური სკანდალია WNBA-დან, სადაც NBA-ის მოთამაშეები გამოდიან და ცდილობენ მხარი დაუჭირონ NBA-ის ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ WNBA-ში არ სურთ მამაკაცების მონაწილეობა, რომლებიც ქალებად აიდენტიფიცირებენ თავს. ასე რომ ყავს ეს უზარმაზარი მამაკაცები, რომლებიც აშკარად მამაკაცები არიან და ამბობენ, ჩვენ ქალებად ვაიდენტიფიცირებთ თავს. ეხლა ჩვენ გვინდა WNBA-ის დრაფტში მოხვედრა. და არ გაგიკვირდებათ, რომ ჯოან როულინგს ამ თემაზე ბევრი აზრი აქვს. აი ის აქ არის. ის სინამდვილეში ჯოან როულინგის ქალთა ფონდი, ეს არის იურიდიული ფონდი, რომელიც ქალების სქესზე დაფუძნებული უფლებების დასაცავად იბრძვის. ის ლეგენდაა, ის პირდაპირ ლეგენდაა ამ ფონდის შესახებ, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ იურიდიულ წარმომადგენლობას ქალებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსი იურიდიული დავების დასაწებად ან დასაცავად, რომლებმაც დაკარგეს საარსებო წყარო, დაზარალდნენ, დაკარგეს საარსებო წყარო, ან დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ იმის გამო, რომ ღიად გამოხატეს რწმენა, რომ ბიოლოგიური სქესი შეუცვლელია. ის აქ არის და რეალურად იბრძვის ამისთვის. მიყვარს ეს, ძალიან მომწონს. და მიყვარს ეს ქალი, რომელსაც ინტერნეტში ბიგოტად ცხავენ, მაგრამ სინამდვილეში ქალთა უფლებების ნამდვილი დამცველია და მე ამას ყოველდღე უჭერ მხარს. მადლობა ყურადღებისთვის, მართა.